მოგესალმებით, წარმოგიდგენთ TripCamp-ის მოკლე ვიდეო სერიას, როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები ტურისტული განთავსების ობიექტებში. ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევას სტუმრის უსაფრთხოება წარმოადგენს, მაგრამ როგორ შევქმნათ დამსვენებლისთვის უსაფრთხო გარემო? პასუხი მარტივია: გაცნობიერეთ რისკები და იმოქმედეთ პროაქტიულად. გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ სამი ძირითადი ნაბიჯი გადადგათ. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, შეაფასეთ თქვენს ლოკაციაზე არსებული საფრთხეები. ეს იქნება ბუნებრივი გარემო პირობები, ხანძრის რისკები თუ სხვა უბედური შემთხვევის გამომწვევი ფაქტორები. მაგალითისთვის, თუ თქვენი კოტეჯი მდინარესთან ახლოს მდებარეობს, ამ შემთხვევაში აუცილებლად შეაფასეთ მოსალოდნელი წყალდიდობის საფრთხე და გააფრთხილეთ სტუმრები. ან თუ ტყესთან ახლოს მდებარეობს და ზაფხულში ხშირია ხანძრის შემთხვევები, აუცილებლად შექმნით უსაფრთხო ადგილები, სადაც სტუმარი შეძლებს, რომ დაანთოს კოცონი. მას შემდეგ, რაც რისკებს შეაფასებთ, შემდეგი ნაბიჯია უსაფრთხოების ზომების დანერგვა. აუცილებლად თქვენს ტერიტორიაზე იქონიეთ ხანძარსაწინააღმდეგო ნივთები, ისეთი როგორიც არის ცეცხლმაქრები და კვამლის დეტექტორები. დაამონტაჟეთ უსაფრთხოების წესები კოტეჯის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. აუცილებლად იქონიეთ პირველადი დახმარების სამედიცინო ნაკრები, რომელშიც იქნება ისეთი ნივთები, როგორიც არის პლასტირები და ანტისეპტიკები. და ბოლოს, უსაფრთხოების წესების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯია სტუმრების ინფორმირება და თანამშრომლების გადამზადება. უსაფრთხოების ნიშნები და საგანგებო პროცედურები აუცილებლად ისეთ ადგილას უნდა იყოს განთავსებული, სადაც სტუმრისთვის თვალსაჩინოა. გადაამზადეთ თანამშრომლები, რათა მათ შეძლონ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის მომავალში არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.